არის ყველაზე მთავარი პრობლემა თქვენს პირად სასიყვარულო ურთიერთობაში. ნახოთ ჯერ სიგნიფიკატორი, ეხლა რა ხდება, თქვენი როლი როგორია ამ ურთიერთობაში, თქვენი ჩაფიქრებულის მთავარი პრობლემა და რჩევა, რა არის გამოსავალი ამ ყველაფრთან. კონცენტრირდით და მოდუნდით და იფიქრეთ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე და თქვენს პარტნიორზე. მაქსიმალური კონცენტრაცია გააკეთეთ, რომ უფრო ზუსტად რეზონირდეს. ნახოთ ეხლა რა ენერგიებში ხართ, თქვენი როლი როგორია ამ ურთიერთობაში. თქვენი პარტნიორის როლი როგორია თქვენთან მიმართებაში, რა ენერგიებში დგას. რა არის ამ ურთიერთობის მთავარი პრობლემა და გამოწვევა და სირთულე. და რჩევა, რა გამოსავალი არსებობს ამ სიტუაციაში თქვენთვის. ახლანდელი ურთიერთობა. რა ხდება აქ? ამჟამინდელ ურთიერთობაში არის ბევრი ეგოიზმი, ძალიან ბევრი. ერთ-ერთი მხარე შეიძლება ჭარბად ეგოისტურ განწყობებზე და ეგოისტურ ხასიათებში და მესაკუთრეობის მომენტები აქვს და მე როგორც მინდა ესე იყოს სიტუაცია და თავისი გავლენის ქვეშ ცდილობს მოაქციოს აქ ურთიერთობა და უნდა რომ მის ირგვლივ იტრიალოს თელმა სიტუაცია და თავად იყოს ძლიერი, ყოჩაღი, თავდაჯერებული, მაგარი ტიპი, უხეშად ვთქვათ. აქ ზემოდან ქვემოთ ცოტა როლების ანად არათანაბრობა არის, ზემოდან ქვემოთ ყურება არის, ვიღაცა თითქოს ცდილობს რომ რაღაცა ასწავლოს, ან ორივე ერთმანეთს ცდილობს რომ ჭკუა ასწავლოთ, ან რომელიღაცა მოსწავლის როლშია და სადღაც რომელიღაცა მასწავლებლის როლში, ერთ ცდილობს რომ ზეგავლენა ქონდეს ამ ურთიერთობაზე, ზეგავლენა მოიპოვოს მაქსიმალურად, ეს მომენტები არის. ნუ ცოტა ნარცისულ ეგოისტური თემები ტრიალებს ამ ურთიერთობაში, როგორც გითხარით, აქ შეიძლება ცოტა ცეცხლოვანი, იმპულსური, კონფლიქტური, აგრესიული ენერგიებიც მოდიოდეს, აი რაღაც მომენტები იყოს, რომ გაუწონასწორებელი სიტუაცია იყოს და ესეთ კბენა, წაკბენები ერთმანეთის და კონფლიქტები არის. თქვენ როლს რაც შეეხება, ერთის მხრივ თავადაც საკმაოდ თავდაჯერებული პიროვნებები ხართ, ვერ ვიტყვი რომ არ ხართ თავდაჯერებულები, ძალიან ბევრი რამე კარგად იცით და თქვენ არ გინდათ რომ ადამიანმა თავის ჭკუაზე გატაროთ და გატრიალოთ და რაღაც ცდილობთ რომ თქვენი სიტყვა თქვა, თქვენი ზეგა, თქვენი როგორ თქვა, თქვენი თავი წარმოაჩინოთ და თქვა რომ არა, მე ასე არ მინდა. მაგრამ მეორეს მხრივ მაინც აი როცა მასთან ურთიერთობ, შეიძლება რაღაც პატარავდებით და ან პატარა ბავშვივით ხდებით, ან აი ვერ ახერხებთ რომ ბოლომდე მიაწვეთ თქვენსაც და გამოხატოთ ის თქვენი ხასიათი და ის თქვენი აი ქცევები ისე როგორც თქვენ გინდათ. აი სადღაც ცოტა ფრთხილები ხართ, სადღაც უფრო მოზომილები ხართ, სადღაც ცოტა ნაკლებად თავდაჯერებულები ხდებით ამ ადამიანთან დაკავშირებით. შესაძლებელია აქ არც ხართ ბოლომდე ამ ურთიერთობაში დარწმუნებული რომ მისი მხრიდან რეალურად წამოვა რამე მოქმედება ან ნაბიჯი, ან მისი მხრიდან კრიტიკა არ იქნება და ცოტა შეშინებულ დამფრთხალ ენერგიებში ხართ. თუმცა ცდილობთ რომ როგორც გითხარით, თავი ძალიან ყოჩაღად გეჭიროთ, ძალიან მაგრად გეჭიროთ და აქ პრინციპში გადაწყვეტილება თქვენ შეიძლება მიღებულიც კი გაქვთ იცით ამ ურთიერთობასთან დაკავშირებით, წარსულში ყოველ შემთხვევაში, ან ახლა ხანს იღებთ გადაწყვეტილებას რომ გახვიდეთ ამ ურთიერთობიდან, ან მოხდა ისე რომ თქვენ თვითონ შეიძლება დააპაუზეთ, ან თავად ცდილობთ რომ გადახვიდეთ ახალ ეტაპზე ამ ურთიერთობის, ან მიდიხართ აი ესეთი სიტუაცია ამ ურთიერთობაში, ან რატომ საერთოდ წავალ და გავალ ამ ურთიერთობიდან, ან მეორე სიტუაცია რომ თანახმახად კიდევ იბრძოლოთ ამ ურთიერთობაში და ზედმეტი პასუხისმგებლობები აიღოთ, იმიტომ რომ პრობლემა ზუსტად ეს არის ზედმეტი პასუხისმგებლობების აღება ჩანს ამ ურთიერთობაზე ერთ-ერთი მხარისგან. თქვენი პარტნიორის როლს რაც შეეხება, გარკვეულ მომენტში ამ ადამიანსაც როგორც გითხარით, თავი ესეთი გონია, ძალიან მაგარი ტიპი ვარ, მე ვარ რაც ვარ. კაცრი, ცივი, ხისტი, რაციონალური, ეხლა განსაკუთრებით ცოტა უხეშ და ცივ ენერგიებშია, თითქოს მიგითითებთ, აი ესე უნდა გაკეთდეს და სწორი ესეა და თქვენ ამაზე ბრაზდებით და აგრესია გეწყებათ, რას ქვია, მე მიმითითებ რა გავაკეთო და რა არ გავაკეთო, აი ეს ცოტა გამაღიზიანებელი ფაქტორი არის. თქვენი პარტნიორის ერთის მხრივ რამდენადაც აი ესეთი ხისტი და ცივი ენერგიები აქვს, მეორეს მხრივ გადაუწყვეტელი ტიპაჟიც არის და საკმაოდ რაღაცებში ცოტა მერყევა, არამდგრადი,
სიტუაციები გააჩნია. აი სადღაც შეიძლება პასუხისმგებლობას ვერ იღებს ბოლომდე, ან სადღაც ვერ გრძნობს ბოლომდე და ვერ ითავისებს პასუხისმგებლობას და კიდე გასაზრდელია ეს ადამიანი ბევრ საკითხში. შეიძლება აქ საერთოდ ეხლა გვერდზე რაღაცა სიტუაციაც აქვს დაწყებული სასიყვარულო კუთხით არ გამოურიცხავ ან ყურადღების გადატანის მიზნით, მაგრამ საერთო ჯამში აი ესეთი მომენტია, რომ თითქოს ამ ადამიანს ბევრი აქვს სასწავლი, რეალურად ბევრი აქვს სასწავლი, მაგრამ თავისე მაქვს, რომ მე ვიცი ყველაზე მეტი, მე ვარ ყველაზე ჭკვიანი ჩვენ ორში, აი ეს არის აქ პრობლემა ამ ადამიანის მხრიდან. აქ ეხლა მე მიდის ბრძოლა და გარჩევა. ერთი ნიუანსი კიდე, თუ ქალბატონები მიყურებთ და ეხლა ქალბატონების რეზონირებს, შესაძლებელია თქვენ პარტნიორთან საპირისპირო სქესი მესამე პირიც არსებობდეს. მაგის სიტუაციაც არ იყო ქალების შემთხვევაში მამაკაცებთან შესაძლებელია მთლად მესამე პირი არ იყოს. რაც შეეხება პრობლემას ამ ურთიერთობაში, ეს არის კონფლიქტები და ტერიტორიების ვერ გაყოფის და კონკურენციის ამბები. ძალიან ძლიერი და ძალიან დიდი დოზით მოდის ამ ურთიერთობაში. აი ეჭხუბებით ერთმანეთს. ვინ მართალია, ვინ მტყუანია? არა, მე ვარ სწორი. არა, შენ ეს შეგეშალა, შენ იქ შეგეშალა, შენ ეს არასწორად გააკეთე, შენ იქ რაღაცები წარსულში იყო, შეიძლება აწმოში ხდება და მიდის ამაზე მთელი დაკა, ვინ მართალია, ვინ მტყუანია. აქ მე ცოტა არაპატიოსანი თამაშებიც მიმდინარეობს ურთიერთობაში, შეიძლება ცოტა ეშმაკობები, მანიპულაციები, თავზე გადავლები ერთმანეთის, შეიძლება ფიზიკური კონფლიქტებზეც არ მიდგება საქმე, მაგრამ აი ესეთი მძიმე ხისტი ენერგიები ძალიან ბევრია და პრობლემა არის აქაც დაჩაგვრის თემა. ვინ ვის დაჩაგრავს და მე აქ მინდის თოლა რომ არა მე არ დავჩაგრები, მეორე მხარეს აქვს რომ მე შენ მოკლედ ხო ხდები ეს ერთი და გადაღლა, უკიდურესი დაღლა. ერთ-ერთ მხარეს ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა იყო თავის თავზე, ძალიან ბევრი იკისრა და იტვირთა და დაიღალა. აღარ შემიძლია იძახის, რესურსები აღარ ყოფნის, მეტი როგორ მოთმენა, ტანჯვა, აი როდემდე უნდა ითმინოთ, აქ მოთმინების ენერგიები ძალიან ბევრია და აი როგორც გითხარით, გადანაწილება ხდება არასწორი, ერთი ზედმეტად ბევრს იღებდა ამ ურთიერთობაზე, მეორე ნაკლებს და აი ესეთი არეული ენერგიები ტრიალებდა. ცოტა დაძაბული სიტუაციები არის მაგ კუთხით. მენტალურად შეიძლება შეჯიბრი მიდის, ვინ უკეთესია, ვინ უფრო ჭკვიანია, ვინ უფრო მეც მიაღწია. შეიძლება სადღაც ეს კონკურენციის თემებიც ტრიალებდეს, იმიტომ რომ არის აქ, რომ ორივე მხარეს გინდა თქვენი სიმართლის გატანა, მაგრამ არაჯანსაღია ეს სიტუაცია ისე და ისე, აქ არაჯანსაღი კონკურენციასთან გვაქვს საქმე პარტნიორებს შორის და არაჯანსაღ კონფლიქტებთან, ბევრი მანიპულაცია და ტყუილი და აი მგონია ეშმაკობები ბევრია ამ ურთიერთობაში. რაც შეეხება რჩევას თქვენთვის, რა უნდა გააკეთოთ, რომ ეს ურთიერთობა გამოსწორდეს. პირველ რიგში რჩევა არის, რომ ნაკლებად იყავით აფექტურები, იმპულსურები, დაუფიქრებლები, პირიქით, მეტად. შეიძლება შიშები რაც გაქვთ, იმის რაციონალიზება უნდა მოახდინოთ. აქ ანალიზი არის საჭირო აუცილებლად წარსულის, ეს უნდა დაჯდეთ შავით თეთრზე, აი როგორც ფაქტები, კალკულატორივით, რო ექსელის ფაილი, რო ეს ნათლად რა ყველაფერი ეს უნდა გაანალიზოთ სიტუაცია. რა მივიღე კარგი, რა მივიღე ცუდი, რეალურად მესად დაუშვე შეცდომა, მანსად დაუშვა შეცდომა. აი ფაქტობრივი მონაცემებს შეხედეთ და ასე გაანალიზეთ აქ სიტუაცია. მთლიანად აი ეს რომ თქვენს თავში უნდა გაერკვეთ პირველ რიგში ამ ურთიერთობასთან დაკავშირებით და თქვენს თავზე დაიწყოთ მუშაობა. შესაძლებელია აქ საკუთარ შიშებზე, საკუთარ ფობიებზე, საკუთარ პრობლემებზე, საკუთარ არასწორ ქმედებებზე დაფიქრდეთ. არასწორი ქმედება არ ნიშნავს იმას, რომ პარტნიორი დააზარალ, შეიძლება თქვენვე დააზარალეთ თქვენი თავი ამ ურთიერთობაში და ესეც თქვენი პრობლემაა, რომ თქვენ მსხვერპლად შეწირეთ ამ ურთიერთობას თავი, ესეც არასწორია და ამაზეც უნდა დაფიქრდეთ, რატო და რისთვის აკეთებთ. სანამ იმოქმედებთ, კარგად დაფიქრდით, მოკლედ ხოლმე, სანამ სიტყვას წამოისვრით და გაუშვებთ, მანამდე ეცადეთ დაფიქრდეთ, რა მიზნით აკეთებთ ამას, რა ემსახურება ეს ყველაფერი, თვით დაკვირვება აწარმოეთ, ძალიან დიდი დოზით კარგი იქნება. ისე პირადი სივრცე და პირადი საზღვრების დაცვის პრობლემაც არ დაუცვლეთ დასაცავია აქ ეს საკითხი ამ ურთიერთობაში უნდა დააყენოთ რაღაცა საკითხები მწვავეთ, რაც გინდათ რომ მოგვარდეს და პრობლემურია და თქვენი ინტერესებიც უნდა დაიცვათ ამ ურთიერთობაში. სულ ეს იყო, თუ მოგეწონათ ვიდეო, შეგიძლიათ დაალაიქოთ და გამოიწეროთ ჩემი გვერდი მეტი ვიდეოს სანახავად. გისურვებთ ბედნიერებას სიყვარულში, ურთიერთობებში და გარკვევას საკუთარ თავში, რატომ ხართ აქ, სადაც ხართ. წარმატებები.